საღამოშიდობის ეთერშია გადაცემა თბილისის დროით, მე კავეფაძე გახლავართ, ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ თბილისის ვიცე-მერი ალექსანდრე მარგიშვილი, მე მას მივესალმები საღამოშიდობის ალექსანდრე. დიდი მადლობა მოგზანებისთვის. ჩვენი ტელეფონის ნომრებია 292 1188 292 1189, შეგიძლიათ დაარეკოთ ამ ნომრებზე და დასვათ შეკითხვები პირდაპირ ეთერში. ბატონ ალექსანდრე, ჩვენ ამ გადაცემაში ვსაუბრობთ ხოლმე ძალიან ყოფით პრობლემებზე, მსვენელები რეკავენ ამ თემაზე და სვავი შეკითხვებს, თბილისის მერიც გახდეთ გადაცემის პირველი სტუმარი. თუმცა მე დავაანონსე, რომ პირველი კორუფციული სკანდალი მოხდა მერიაში, დაკავებულია მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი ჯოკია ბოდუკია და სხვა შორის ამ წუთებში ახლეთი კონდიციების შეფარდების საკითხებს საქალაქო სასამართლოში ჯერებს. მინდა კითხოთ პირველ რიგში, ვინ არის ეს ადამიანი, იყო თუ არა, იყავით თუ არა საქმის კურსში, რა ხდებოდა და რამედ მოულოდნელი იყო თქვენთვის? ბოლო კითხვიდან დავიწყოთ. ალბათ ბუნებრივია, რომ იყო სრულიად მოულოდნელი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სკრუპულოზურად ვარჩევდით იმ ხალხს, ვინც მოვალეობის შემსრულებლად უნდა დაგვენიშნა, მათ შორის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსადაც. ამის მიუხედავად ასეთი პრობლემა წარმოიშვა, როგორც თქვენ ახსენეთ. თუმცა როგორ დაინიშნა, ესეც ძალიან საინტერესოა, ხო, ეს ადამიანი მოგახსენებთ. იქნებ გითხრათ ეს. რამდენად მაღალჩინოსანია, ამაზეც ალბათ უნდა ვისაუბროთ. ეს გახლავთ ერთ-ერთი სამსახურის აპარატის უფროსი, ანუ ასე ვთქვათ, დამხმარე ერთეულის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. მე რამდენად მნიშვნელობა მაღალჩინოსანი არის. თქვენ ახსენეთ უბრალოდ. თუმცა თავისთავად დაბალჩინოსანიც არ მგონია. პრობლემა რომ ძალიან მწვავეა და ძალიან არასასიამოვნო, ორი აზრი არ არის. ისიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მე დეტალები არ ვიცი, მაგრამ სავარაუდოდ რასაც ედავებიან სამართალდამცველები, რასაც პირდებოდა მოქალაქეს თუ ბიზნესს, ხო? სხვათა ეხა შემომიტანა. რამდენად შეეძლო ამის განხორციელება? ამაზეც აუცილებლად უნდა ვისაუბროთ, მაგრამ ამ თუთა შემომიტანა პროდიუსერმა ინფორმაცია, ამ წამის რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების შუამდგომლობა და ჯოკია ბოდუკიას ამკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. ეს გადაწყვეტილება მიიღო რამდენიმე წუთის წინ მოსამართლემ. პროცესის დაწყებამდე საქმის პროკურორმა მახას გეძაძემ განაცხადა, რომ თამი შეფასება დარიუშის ხელმძღვანელისგან ნათია მახარაშვილისგან აიღო, რომელმაც გამოძიებასთან თანამშრომლად პროკურორის ინფორმაციით ამ სასტუმრო თავუკაშვილის ქუჩა 32-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე უნდა აეშენებინა, რის მფარველობასაც შეფასების ხელმძღვანელი ბოდუკია დაუპირდა. გეძაძის თქმით, საქმეში არის ვიდეო მტკიცებულებებით. ეს არის მოკლე ინფორმაცია, აქ კიდევ გრძელდება. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ფიქრობ სავსებით მოსალოდნელი იყო და გასაგებია. ძალიან მძიმე თემასთან გვაქვს, ძალიან მძიმე ბრალდებასთან გვაქვს საქმე. მე ვამბობდი იმას, რომ რამდენად შეეძლო ამ პიროვნებას გავლენა მოეხდინა, გადაეწყვიტა ის, რასაც სავარაუდოდ პირდებოდა, ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ არის. ამდენ გაჩნდა ეჭვი, რომ აქ შეუძლებელი იყო, რომ ის მარტო მოქმედებდა, შეუძლებელია, სხვათა შორის ეს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ამაზე ბრიფინგებიც გამართეს, რომ მარტო ამ ადამიანს ამხელა თანხაზე შეთანხმება, ან ამგვარი რაღაცა პირობის მიცემა ამ მშენებელ კომპანიასთვის შეუძლებელი იყო და იქ შესაძლოა იყვნენ ჩართულები სხვა მაღალჩინოსნები. თქვენ გამორიცხავთ ამას, რომ ეს ასე იყო? გამორიცხავთ, არაფერს არ გამორიცხავ, ალბათ გამოძიება ყველა დეტალს დაგვანახებს. მე ვფიქრობ, რომ ალბათ ორი ძირითადი ვერსია იქნება დამუშავებაში. ხმა ჩემს პირად მოსაზრებას მოგახსენებთ, ბუნებრივია, რომ როდესაც გავიგე, რომ ეს პიროვნება დააკავეს, საკმაოდ ბევრი ვიფიქრეთ ამ საკითხზე. ერთ შემთხვევაში შეიძლება გამოძიება წავიდეს იმ გზით, რომ რეალურად ეჭვმიტანილი თუ აზრი უკვე ბრალდებული აპირებდა გარკვეული ზემოქმედების მოხდენას და უკანონო ქმედებების ჩატარებას და ამის სანაცვლოდ კიდე ერთ უკანონობაზე ვიდეო და ვიმეორებ ისე რომ დავიცვათ მაინც უდანაშაულობის პრეზუმპცია ბრალდების თვალსაზრისით
ამისთვის გზდამი მოითხოვა და აიღო. ან მეორე რომ თაღლითობა შეიძლება ედავებოდნენ რომ სინამდვილეში ატყუებდა მოქალაქეს და საერთოდ დანაპირების შესრულებასაც არ აპირებდა. მეორე ეს ისევ იმ შემთხვევაში თუ რა თქმა უნდა სასამართლო გამოიტანს გამომტყუნებელ განაჩენს. ამ მომენტამდე ის ითვლება ბრალდებულად, ითვლება უდანაშაულოდ, თუმცა ალბათ არ გაგიკვირდებათ ის ჩვენ რიგებში მუშაობას არ გააგრძელებს. ეს გასაგებია, მაგრამ ძალიან საინტერესო რომ თავად ამ ადამიანმა დარიუშის ხელმძღვანელმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და მან განაცხადა ამის შესახებ. ეხლა ეს ის დეტალებია, რომლის ჯერჯერობით არც ვიცით. თაბუკაშვილის 32 იცის ეს სად მდებარეობს ეს მიწის ნაკვეთი თუ ქონდათ გაგონილი ვისთან სანამ ეხლა ამ ინფორმაციას თქვათ მოსამართლისგან შევიტყობდით იყო რამე ცნობილი თქვენთვისაც რომ სადღაც შეიძლება ეს არ ვიცი აშენებული იყოს სასტუმრო ან ამ დარიუშის შესახებ არ გსმენიათ არაფერი ბატონ ალექსანდრე მაინც არის თუ არა პასუხისმგებელი ხელმძღვანელი პირები როდესაც მის უწყებაში მსგავსი ფაქტი ხდება არ ვიცი ან ზედამხედველობის სამსახურის უფროსი თქვათ მერის მოადგილეები პასუხისმგებლები არიან თუ არა როდესაც მის უწყებაში ვიღაც თუნდაც დამოუკიდებლად მსგავს საქმეს ჩადის და მსგავს ფაქტებს აქვს ადგილი ბუნებრივია რომ ხელმძღვანელი პირები მთლიანობაში ორგანიზაციის ფუნქციონირებაზე და ეფექტიანობაზე ვართ პასუხისმგებლები ამავდროულად უნდა ვთქვათ, რომ ეს პასუხისმგებლობა უნდა იყოს კონკრეტული, ნათელი და განაწილებული. ანუ გასაგები უნდა იყოს ვინმეზე ვიღებთ პასუხს. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია, რომ ერთის მხრივ გამოძიებას და საბოლოო უნივერსიტეტ სასამართლო გადაწყვეტილებას დავებოდოთ. ასევე იმ კითხვას რომ დაუბრუნდეთ, ყველას თქვით, მხოლოდ ერთი პიროვნების არეალში თუ იყო შესაძლებელი ასეთი რაღაც გაკეთება. და ყავდეთ თორე თანამზრახველები, არ ვიცი. აი ამ კუთხითაც ვფიქრობ, რომ გამოძიებამ და საბოლოო უნივერსიტეტ სასამართლომ უნდა გასცეს კითხვის პასუხები. მე თვითონაც მაქვს ბევრი კითხვა, ბუნებრივია, გნებავთ როგორც ვიცემერს, გნებავთ როგორც თბილისელს, მოქალაქეს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ არ იქნება სწორი ეხა პროგნოზების გაკეთება და ვარაუდების დაშვება. დასაშვებია გიდასტურებთ რომ ეს არ იყოს ერთი ადამიანის მიერ მოფიქრებული და მოფუძსებული თუმცა კიდევ ერთხელ შეიძლება წრე გაფართოვდეს მაგრამ საით შეიძლება წავიდეთ თვითონ მერის თანამშრომლების შესაძლოა მოხდეს არ ვიცი ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პასუხისმგებლობის საკითხი თქვენ გაქვთ მასთან კითხვები ან როგორ ხდება ეს? ჩვენ პირველ რიგში ბუნებრივია გამოვკითხეთ სწორედ ზედამხედველობის სამსახურის უფროსი რამდენად იყო საქმის კურსში ასეთი ტიპის მოლაპარაკებებზე ის საქმის კურსში არ იყო ისეთივე უცხო იყო მისთვის ეს თემა როგორც ეხლა ჩემთვის როცა მე ვკითხეთ თუმცა მე არ გამოვრიცხავ რომ თუ საერთოდ ამ დანაშაულს ადგილი ჰქონდა ასეთ შემთხვევაში მხოლოდ ერთი ადამიანი არ ყოფილიყო მონაწილე. სხვადასხვა მსმენელი ყავს, მოდით მოვუსმინოთ ხელს ყურსასმენი გაიკეთეთ და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი. გისმენთ ეთერში ხარ საღამოშიდობის. გამარჯობა კალბატონეკა. და მე ისალმებით თქვენს თამაშს და ესეთი შეკითხვა მაქვს გერდოთ. მე ვიტერაშია საქმე რომ იდახიან რომ იმის გამო რომ პრაქტიკულად ის შეჩერებული მშენებლობები რომელიც პრაქტიკულად ქალაქის დამახინჯებას იწვევდა და მიუღებელი იყო შეჩერდა და ხელახლა დაიშვა მისი ნებართვა ეს გამოიწვია იმან რომ ვიღაცამ როგორც იტყვიან რაღაცა გადაიხადა უკვე მორი კორუფციის ორსიტყვიან სიტუაციაში გაება თბილისის მერია და ეს თანხა რომელიც ამ პიროვნებამ აიღო თავისთავად ხადრებიდან გამომდინარე ხულის ვერანაირად დაექვემდებარებოდა იმიტომ რომ თავისთავად ხადია მას ის თავის ხრელზე არ შეჩეუდნენ ვაყარა ეს 5000 ლაპარაკია რა როგორც ჩანს არის რაღაცა ლაზეიკები სადაც შეიძლება საშუალო დონის თანამშრომლობის მეშვეობით რაღაცა გააკეთო ქალაქში ისედაც მიუღებელია და ასე რომ მე მგონია მოთხოვება მანდ უკვე გამორიცხული იქნება მაგრამ ამ ხელა თანხის მოთხოვება არც ერთ სამშენებლო კომპანია არ შეგარჩეს არა მე იყო ის პიროვნება ვინც
როგორც თქვენ საშუალო თანამდებობის თანამშრომლებით აკეთებს მერიაში აგრძელებს ფულის კეთებას. კი ბატონო, დიდი მადლობა. მადლობა ზარისთვის. შეგიძლიათ გასცეთ პასუხი. კი ბატონო, ამ პათოს ვიზიარებ უმეტესწილად. ვფიქრობ, რომ ეს იყო სიგნალი იმ თანამშრომლებისთვის და ნებისმიერი პირისთვის, ვისაც დაკავშირებულია ჩვენს უწყებასთან, რომ ყოველგვარი მცდელობა კანონის დარღვევის, ყოველგვარი მცდელობა, რომ პირადი კეთილმოწყობა ასეთ უკანონობაზე იქნება დასჯილი. რაც შეეხება რამდენად სხვა თანამდებობის პირები, მათ შორის მაღალი რანგის თანამდებობის პირები შეიძლება ყოფილიყვნენ ჩართული ასეთ თემებში, ბუნებრივია, რომ გამოძიება ამას პასუხს გასცემს. მე დარწმუნებული ვარ, ეჭვი ამეპარება, რომ ეს ვერსიები სერიოზულად აქვს დამუშავებული. კი ბატონო, კიდევ ერთი მსმენელი და მე უნდა დავსვა კითხვა, გისმენთ სამშვიდობის. სამშვიდობის მოგესალმებით. მე პირადად კონკრეტულ საქმეზე ვეკავ, ბოდოკია საქმეზე არ ვეკავ. ესე იგი, თემა რაში მდგომარეობს, მე როგორც ნახსოვს ბატონმა მირნა ახსენა, რომ თბილისში 5 ხიდია გასაკეთებელიო, მე იმედი მაქვს, ვიცემერი ამ თემის საქმის ხურში არის და მიპასუხოს სოფელ გდანში რო ხიდი არსებობს, თუ ეხება 5 ევროში 6 თუშები და ერთი ხოვნას მაქვს, არ ვიცი რას მოწვით, შევდის თუ არა და რემონტება თუ არა ეს ხიდი, ერთი ხოვნა მაქვს ამის სამეუხედავად, იქნება ხიდის თავში და ხიდის ბოლოში სატრანზიტო ხიდზე მაქვს საუბარი, გაგდა ისეთი ნიშანი, რომ ამ მძიმეკლიციანმა მანქანებმა დაბალი სიჩქარით რო გაიარო, რა ვთქვი, რომ იქნება სახლები რომელიმე გადასცეს, მანამდე სანამ ხიდს მერია და ვისაც ეკუთვნის, ამჯერად მე ვიცი, რომ მერია აპირებს სამხედროების გაკეთებას, რომ არ დაინგრევს სახლები და გადასცეს. აი ეს ხოვნა მექნებოდა და პასუხს დავებოდი რადიოში მოგისმენთ. დიდი მადლობა. კი ბატონო, დიდი მადლობა ზარისთვის. თუ გნებავთ გავცეთ, მაგრამ მე ეს თემა გადავდოთ ხიდები, რეკლამაზე უნდა გავიდეთ ცოტა ხანში და მანამდე ამოვწუროთ ეს ბოდოკიას თემა, კარგით, ბატონო ალექსანდრე. კიდევ ერთი რაც მინდა გკითხოთ, რადგან გამოიკვეთა და ეხლა დავიკითხე ეს ამბავი, ვინ არის ეს ადამიანი, ეს ნათია მახარაშვილიდაც კითხვაც დაისვა, რომ ის მარტო შესაძლოა ვერ მოქმედებდა. ძალიან საინტერესოა აი ეს მიწის ნაკვეთებით, ხო, სადაც ეს სასტუმრო უნდა აშენებულიყო, ანუ ბევრ უკანონობასთან შეიძლება მისულიყო ეს ამბავი და ისიც რომ თანხა არის ძალიან დიდი და მარტო ამის გაკეთებას ვერ შეძლებდა. რამდენი მზად არის მერია, რომ თანამშრომლოს გამოძიებასთან და ძალიან ზუსტად მიაწოდოს ეს ინფორმაციები და თუნდაც ის თუ გამოვლინდა კიდევ ვინმე დამნაშავე ამ მასა დააფაროს ხელი, ეს რამდენად არის შესაძლებელი? ჩვენს ინტერესშია, რომ თუ კრიმინალური აზროვნების ან ზრახობის ადამიანი არის შემოპარული სახელმწიფო უწყებაში, ცენტრალური ხელისუფლების იქნება თუ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანო, ჩვენს ინტერესშია, რომ ასეთი ადამიანი გამოვლინდეს რაც შეიძლება მალე, განსაკუთრებით თუ ეს არის ადამიანთა ჯგუფი, არა მხოლოდ ერთი ინდივიდუალური ადამიანი, გამოვლინდეს პრევენციულ ეტაპზე, სანამ ის მოასწრებს დანაშაულის ჩადენას. თუმცა თუ პრევენციის ეტაპზე არ ხერხდება, მას მერე იყოს კანონის სრული სიმკაცრით დასჯილი. მე ვფიქრობ, რომ ეს ბუნებრივია, რომ ჩვენს ინტერესში, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ვინც ზარალდება ასეთი კრიმინალისგან, არის სწორედ ჩვენი უწყება, მისი ფუნქციონირება, მისი ეფექტიანობა. მაგრამ მე მგონი მაინც უნდა ხაზი გავუსვათ იმას, რომ ჩვენ ყველანი ერთი ქვეყნის მოქალაქეები ვართ და არ უნდა დაგვაუწყდეს. სანამ სასამართლო მას განაჩენს არ გამოუტანს, ეს ადამიანი ითვლება უდანაშაულოდ. ჩემი პირადი მოსაზრების გამოთქვისგან მე თავს შევიკავებ. ვფიქრობ, რომ დაემთხვა ჩემი მოსაზრება თქვენი მსმენელების უმრავლესობის მოსაზრებას.
მაგრამ კანონი მაინც ყველასთვის კანონი. ჩვენ ხო ვარაუდებს ვლაპარაკობთ. კი, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ის არ არის ახლა ბრალდებოდ, თუმცა წინასწარი პატიმრობა შეეფარდა და მინდა კითხოთ, როგორ აიყვანეთ სამსახურში? ზოგადად კადრებთან დაკავშირებით მუდმივად არის ხოლმე საყვედურები და როგორ მოხდა რაღაცა კონკურსის წესით, იცოდით, მერმა თქვა, რომ ის მისი ნათესავი არ არის, არც მეგობარი არ არის, არც თანაკლასელი არ არის. მეც კი წავიკითხე მისი ბიოგრაფია იქამდე სად მუშაობდა, მაგრამ როგორ მოხდა ის მერიაში? მოგახსენებთ, ნამდვილად ვადასტურებ, რომ არ არის მერის არც ახლობელი, არც ნათესავი და არც მეზობელი არასდროს არ ყოფილა. ის ასრულებდა, როგორც გითხარით, ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსის მოვალეობას. ანუ ის იყო დროებით აყვანილი მოვალეობის შემსრულებელი იმ მომენტამდე, სანამ მას მოუწევდა კონკურსის გავლა. რაც შეეხება როგორ ავიყვანეთ, ჩვენ პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში ერთი ეტაპი კონკურსის მე როგორც ვიცი ჩატარდა მერიაში. მიმდინარეობს ახლა კონკურსის. ანუ მას არ გაუვლია ეს კონკურსი. ის იყო მოვალეობის შემსრულებელი. ანუ კონკურსს გავლილი ადამიანი უკვე უვადოთ ინიშნება, მაგრამ მას არ მიუღია ამას გულისხმობ ამ კონკურსში მონაწილეობა. არ აქვს დასრულებული კონკურსი დასრულებული არ არის ჯერჯერობით და კი კონკურსის ეტაპი ეხლა უნდა დამთავრდეს უახლოეს დღეებში. ხოლო ეს პიროვნება იყო მოვალეობის შემსრულებლად დროებით დანიშნული. ასეთი ბევრი ყავს მერიაში და ზოგადად უწყებებში. დაბალი რანგის თანამშრომელზე წერილდება 3 თვიანი შეზღუდვა, 3 თვეში უნდა გაიაროს კონკურსი, შედარებით მაღალი რანგის მოვალეობის შემსრულებელი. რომელიც წლიდან იყო ბატონი საქმე მერიაში, რომელი წლიდან არის? რამდენიც ვიცი 2014-ის ბოლოდან. ანუ ახალი მთავრობის მოსვლის. აჰა, კი ბატონო. ანუ მოხდა მისი გამოცდილების კვალიფიკაციის შეფასება, რამდენიც ვიცი, რამდენიმე გასაუბრება ჩატარდა და ამის შემდეგ დაეკისრა მას, როგორც მოგახსენეთ, მოვალეობის დროებით შესრულების პასუხისმგებლობა. მე დარწმუნებული ვარ, ვიცი უბრალოდ, რომ საკალათო სამსახურის უფროსისთვის, ისე როგორც ჩემთვის და მერისთვის, სრულიად მოულოდნელი და გამოუგნებელი იყო ის ბრალდება, რომლის მიხედვითაც ის დააკავეს. ცხოვრება გრძელდება. კი ბატონო, კარგით, რეკლამა გვაქვს ეთერში და რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში გადაცემა თბილისის დროით, ჩვენი გადაცემის სტუმარი ვიცემერი ალექსანდრე მარგიშვილი გახლავთ, ვაკონცერტი თუ კითხვას გავცეთ, მოდით პასუხი, მსმენელმა და თუ ყავს მსმენელი, მოდით ბარემ მოусმინოთ და შემდეგ ორივე შეკითხვას გავცეთ პასუხი. გისმენთ აღამშვიდობის. ამშვიდობისა. ვალიდან სიყვარულის დღეს გილოცა. ალბათონო ეკა. ბატონო სანდრო. სულ სხვა ოპერიდან თუ შეიძლება ვიმღერო. მე გახლავართ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი გურამ მექაი. მოგესალმებით ბატონო. ვარ სულ სხვა რანგში. კი. კარგად იცით ალბათ ვინ არის გივი კარტოზია. ეს გახლავთ პირველი ქართველი, რომელიც გახდა მსოფლიო ჩემპიონი საერთო სპორტსმენებს შორის. უმრავალი რეგალიები აქვს, რომ არ ვთქვათ, რომ იგი მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი მსოფლიოში, მე-20 საუკუნის ათეულში არის მოხვედრილი და მე მისი მეგობარი გახლავთ და ჩვენ ბევრმა მეგობრებმა ვითავე და სპორტის სასახლეში, რომელიც მის სახელს ატარებს, დაიდგა ბრინჯაოს კომპოზიცია. ლექთან პარკინგი არის მოწყობილი საშინელება, პირდაპირ დაბინძურებულია იქაურო. არაერთხელ მივმართეთ ჯერ უგულავას ბატონობის დროს, რომ იქ პატარა სკვერი გაკეთებული იყო, ავილებიანი კოხტათ ლამაზ და მანქანები ახლა არ უნდა მისულიყო. ამას დღის 23 სექტემბერს უცბეთი კაცის ხელმოწერით, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონების, ოლიმპიური ჩემპიონების, მისი მეგობრების, ამოჩენილი მეცნიერების სახელით წერილი ვიმართეთ ბატონ დავით ნარმანიას. წერილმა იტრიალა და 3 თვის შემდეგ დეკემბერში მოგვივიდა პასუხი გიორგობიანი, რომელიც აღმოჩნდა ეკოლოგიისა და გამწვანების გაყოფილების უფროსი პასუხი ესეთია, რომ 2015 წელს განვიხილავთ
ამ მდგომარეობას. გასაგებია, დიდი მადლობა კითხვისთვის. კი ბატონო, მოდით მას ბოლო კი ბატონო, ბოლო მსმენელი და შემდეგ პირველი. კი ბატონო. სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შემიძლია დავადასტურო, რომ მიმდინარეობს რედიზაინინგი, ასე დავარქვათ, და სრულიად განახლებული იერსახის მინი უბანს მივიღებთ ამ ტერიტორიაზე. რაც შეეხება კონკრეტულ პრობლემას წერილთან დაკავშირებით, მოგესალმებით, რომ 2014 წელს სამწუხაროდ საკმაოდ გაპარტახებული ბიუჯეტი დახვდა მერს და შესაბამისად ძალიან ბევრი თხოვნა, რომელიც შემოდიოდა მათ შორის გულანთებული მოქალაქეებისგან, რომელსაც ძალიან კარგი ინიციატივები ჰქონდათ, მათი გარკვეული ნაწილი ვერ დაკმაყოფილდა უსახსრობის გამო. მაგრამ ყველა ის საკითხი, რომელიც 2014 წლის ნახევარში, თუნდაც 2015 წლის იანვარ-თებერვალში შემოდის ჩვენთან, ხარისხდება პრიორიტეტულობის მიხედვით, დარდება ჩვენს პროგრამებთან, მერის ბიუჯეტის პროგრამებთან და რაც კი თანხმედრაში მოდის იმ მიზნებთან, რაც ჩვენს უწყებას გააჩნია, თავსდება ჩვენს სამოქმედო გეგმაში. მათ შორის ახლა რაც სმენელმა დაასახელა, ეს საკითხიც ზოგადად პარკინგის თემა არის. შეიძლება წინა მოხსენებასაც წინა უპასუხებ ხიდებთან დაკავშირებით კი, სამწუხაროდ უნდა გავაწყვილოთ ჩვენ მსმენელი კონკრეტულად იმ ადგილას ბლანში, სადაც გულისხმობდა წელს არ არის გათვალისწინებული ხიდის გაკეთება, თუმცა მიმდინარეობს რამდენიმე ხიდის სარეაბილიტაციო სამშენებლო სამუშაოები. ძირითადად ეს არის გამაგრებითი სამუშაოები იმ ხიდების, რომელთაც უკვე ბევრი წელია გასული აქვს ექსპლუატაციის ვადა და ძალიან მძიმე მდგომარეობაში დახვდა და ბუნებრივია ალბათ დამეთანხმებით, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ პირველ რიგში რესურსი მოხმარდეს ამ სარისკო უბნებს, იცით რომ მერი თვითონ ესწრებოდა კოლექტივთან ერთად ხიდების გამოცდას, როდესაც ხიდის ქვეშ დგება ხალხი და თარდება მძიმე ტექნიკათან ხიდების გამოცდა და სადაც კი მაღალი რისკი დაფიქსირდა, იქით გადავისროლეთ რესურსი ამ ხიდების რეაბილიტაცია გამაგრებაზე. ეს ახალი ხიდების საკითხი რის წესრიგში რჩება და მომდევნო წლებში იქნება შედეგების დაგროვება. კი ბატონო, შეკითხვა იყო შემოსული, არ ვიცი რამდენი თქვენ. თუმცა ამ წელსაც რამდენიმე ახალი ხიდი იქნება, უბრალოდ ის ხიდი, რომელიც არა, ის ხიდი, რომელიც სვენელმა ახსენა, წლევანდელი. პარკინგის თემას დავუბრუნდებით აუცილებლად ციტი პარკთან დაკავშირებითაც გვექნება კითხვა, რომელიც ჩვენთან რაღაც ბოლო დღეს შემოდის ამაზე შეკითხვები. არ ვიცი რამდენად თქვენ ხართ უფლებამოსილი ამ თემაზე, რომ გავხსნით პასუხი კოოპერატიული ბინათ მშენებლობებზე თუ იქნება თანხა გამოყოფილი ესეთი შეკითხვა იყო ჩვენთან შემოსული, ან დაიშვება ესეთი პრობლემას. არის უფლებამოსილი შესაძლოა ჩვენს გადაცემაში იყოს შემდეგ და თუ თქვენ გაქვთ რამე ინფორმაცია ამაზე, შეგიძლიათ რომ უპასუხოთ. მუშაობთ ჩემი საკურაციო თემა ეს არ არის, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ბინათ მესაკუთრეთ ამხანაგობებს ჩვენ ვეხმარებით, ჩვენს და გამგეობებით, ანუ ჩვენ სისტემაში შემოვალი ერთეულები, ხოლო რაც შეეხება კოოპერატივებს, მათზე მცირე ბიუჯეტია, თუ არ ვცდები, სულ წლიური არის 4,5 მილიონი ლარი გამოყოფილი. ანუ გლობალურად ამ პრობლემის გადაწყვეტა ადგილობრივი თვითმმართველობის დარგებში არ ხერხდება. იგივე შემიძლია ვთქვა აი შიდა ვალზე, რომელიც არსებობს აი დაწყებულ კორპუსების მშენებლობებთან, საუბარების ჯერ კიდევ 80-იან წლებში დაწყებულ კორპუსებზე. მუშაობს სახელმწიფო კომისია, რომელსაც განსაზღვრული აქვს უკვე სამოქმედო გეგმა ეტაპობრივად როგორ გადაიჭრას ეს პრობლემა და ყველაზე მწვავე პრობლემის მქონე ამხანაგობებს, მოქალაქეებს, მინაჩენებლებს უკმაყოფილდებათ. უბრალოდ პრობლემა იმდენად მასშტაბურია და იმდენად დიდ რესურსს მოიცავს, რომ სამწუხაროდ მოვთქვათ, რომ 1 და 2 წლის გადასაწყვეტი პრობლემა არის. კი ბატონო, მსმენელი ყავს, გისმენთ საღამოშვიდობის. გისმენთ ეთერში ხართ. გამარჯობათ, მე ბევრდროს არ წაგავთ, იმიტომ ხელმეორედ შემოვედი, სულ ნახევარი შემინდა.
ხიდებთან დაკავშირებით შეიძლება თქვენთვის იქნებ მოკლედ, ძალიან მოკლედ დასვათ კითხვა რა. დავამთავრებ ფაქტიურად. მე პალესტინის ეთერში მოვისმინე მერიის განცხადება, რომ 2015 წელს უნდა გაკეთებული იყო ეს ხიდი. ძალიან სამწუხაროა, რომ აკეთება, თვითონ ჩვენ სახელით ექნება პრობლემა და აქედან თქვენიდან წუხილი ვერ დავინახე, ვერანაირ, იმიტომ რომ გითხარით, რომ ხიდის თავში და ბოლოში მაინც დაგიხმეთ ნიშანი, რომელიც სიჩქარეს დაარგებენ და აკინაღონებენ ჩვენ საფრთხეს აგოცილებენ, ახალგაზრდა ყურადღება არ გამოიჩინეთ. იმედია ამ საკითხზე მაინც გამწევთ ხარ. კარგით. შეგიძლიათ უპასუხოთ ამაზე, ნუ არ ვიცი ხარ. კი ბატონო. მე გაგეცით კითხვა ხიდთან დაკავშირებით, რაც შეეხება სიჩქარის შეზღუდვებს. ეს არის მიმდინარე პროცესი, პრაქტიკულად ყოველ კვირა აი ესეთი ცვლილებები სიჩქარის შეზღუდვასთან დაკავშირებით ქალაქში რამდენიმე ათეული იქმნება. კონკრეტულად ამ ადგილზე, რომელსაც თქვენ გულისხმობთ, ინფორმაცია არ აქვს დაიდგება თუ არა, მაგრამ სამსახურში ვიბრუნდებით თუ არა გავარკვევდა. თუ დადგენილი ნორმებით და წესებით თქვენ როგორ ბრძანებთ საჭირო არის და ანუ საკითხი გარკვევა. City Park-თან დაკავშირებით მინდა გითხოთ, ცოტა როგორ რჩება, რა ეტაპზეა, მე როგორც ვიცი, რაღაცა მიმდინარეობს კვლევები ამასთან დაკავშირებით და რაღაცა ისეთი ჩადებული ხელში კვლევები შექმნათ ვერ მოხერხდა. რა ეტაპზეა რო გითხრათ და როგორ იქნება ბედი საერთოდ City Park-ის და პარკინგის ქალაქში? მოგახსენებთ თბილისის მერიასა და City Park-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას შეგვიძლია მარტივად დავარქვათ კაბალური, მერიისთვის კაბალური. იმდენად ძიმე პირობებია იქ და იმდენად სამხრივი ინტერესების დაცვა არის ამ შემთხვევაში City Park-ის ინტერესები არის მხოლოდ დაცული, რომ ჩვენ დაგვჭირდა ცალკე დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიის დაქირავება იმისათვის, რომ მას წარმოედგინა სამართლებრივი და ფინანსური დასკვნა ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. დასკვაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგივე სულისკვეთებას იზიარებს, რომ City Park-ის და მათი იურისტების დაწერილება ყოფილიყო ეს ხელშეკრულება, ამაზე უფრო თავისთვის უკეთეს პირობებს იქ ვერ ჩადობდნენ. ანუ ჩავთვალოთ, რომ მთლიანად მერის და შესაბამისად თბილისელების ინტერესები არის უბულვებელყოფილი. რაც შეეხება რა ეშველება ამ საკითხს, მე ხა დეტალებზე უბრალოდ არ ვარ ვისაუბრებ, ეს მუშა პროცესია და მოგეხსენებათ ამიტომ მოვლენებს გავასწრო. მაგრამ შემიძლია გითხრათ რა იქნება შედეგი. პირველ რიგში იქნება შედეგი ის, რომ ისეთ ადგილებში, სადაც პარკირება ხელს უშლის ფეხით მოსიარულეებს, ეტაპობრივად პარკირება აიგზავნება, ეს უკვე დაწყებული არის და გაგრძელდება ასეთი პარკირების ადგილების მოშლა. თვითონ სტრუქტურა პარკირების და მათ შორის საფასურის გადახდის დაექვემდებარება რეფორმას. აშენდება რამდენიმე ათეული ახალი პარკინგი, როგორც მიწის ზედა ახალი ტექნოლოგიებით. პრინციპში პირველი უკვე წელს დაიწყება მიწის ზედა პარკირება და პირველ სიმპტომად რომ ასეთი ანალოგი თბილისში ჯერჯერობით არ გვაქვს. თუმცა ამ აბზალში გარკვეულ ადგილებში ბატონო შექმნა ძალიან რთული პრობლემაა. ფიქრობთ ესე, ანუ სანამ აშენდება მიწისქვეშა პარკინგის ადგილები, მანამდე იყო თუ არა ტროტუარებზე აკრძალვა აუცილებელი პარკინგი. 1900-ზე მეტი ადგილი იყო პარკირების ტროტუარებზე, რომელიც საბოლოო ანგარიშით აღარ უნდა არსებობდეს. ჩვენ მხოლოდ გარკვეული ნაწილი გავაუქმეთ და არა მთლიანად. სწორედ ამ მიზეზის გამო, რომ პარალელურად ახალი ნორმალურ ადგილას შექმნილი პარკირების სივრცე რო შეიქმნება, შესაბამისად ავტომობილებსაც ჰქონდეთ საშუალება, რომ უკვე ახალ შემოთავაზებაზე დათანხმდნენ და იქ გააჩერონ მანქანები. შესაბამისად პარალელურ რეჟიმში მოხდება ერთის მხრივ ახალი სივრცის შექმნა, როგორც გითხარით, როგორც მიწის ზედა, ასევე მიწის ქვეშ ადგილებში, სადაც ასეთი სერვისი და სივრცე არსებობდა ახლომახლოს. სწორედ ეს ადგილები გავაუქმეთ პირველ რიგში, ერთ ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც იქვე არსებობდა ალტერნატიული შესაძლებლობა მანქანის გაჩერებისთვის. მაგრამ ისეთ ადგილებში, სადაც რეალურად ერთის მხრივ ტროტუარის რაღაც ნაწილი კი ქონდა პარკირების ადგილს დაკავებული, მაგრამ
არ ზღუდავდა დიდად მოქალაქეთა გადაადგილებას, მაგალითად შენობიდან პარკირების ხაზამდე იყო 5 მეტრი დაუშვათ და მერე კიდე სადაც დიდი ტროტუარებია და სადაც კიდე მერე პარკირებისთვის იყო დამატებით თქვა 12.5, ხო? ასეთ ადგილებში ჩვენ დროებით არ გავაუქმეთ, ანუ შევინარჩუნეთ პარკირების ადგილი იქ სადაც იქვე ახლომახლოს არ იყო სხვა გასაჩერებელი ადგილი. მას შემდეგ სადაც არის ასეთი დიდი დაგროვება მანქანების და მოთხოვნა მაღალია მანქანის გაჩერების, იქ დაიქმნება ახალი პარკირების სივრცეები შეიქმნება და მას მერე უკვე ტროტუარებზეც პარკირება გაუქმება. Adolfsson, bolo ძალიან ცოტა დრო რჩება და ამ კითხვაზეც მინდა ვიპასუხოთ ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე რეგლირებისაც საუბრობდა რამდენიმე დღის წინ, რომ მერის მიერ კომპანიებთან დავიდეთ ცეკური არის გაფორმებული ხელშეკრულებებს გადავაგზავნით პროკურატურაშიო, რომ ტენდერის გარეშე ამ ხელშეკრულების გაფორმება იქნება ტრადიციათო და ნუ ამ მსგავსი ტენდერის გარეშე ტარდება ამ ხელშეკრულების გაფორმება, რა შეგიძლიათ ამაზე უპასუხოთ? ერთი სიტყვით შემიძლია უპასუხო, შემიძლია ჩაუღრმოთ. რაღაცა მოკლედ რო ვთქვა, არ ძალიან ჩაუღრმავდეთ და არ დავიწყოთ, რომ სისულელეა და ცოტა მიმოხილვას თუ გავყვებით, საუბარი არის იმაზე, რომ შევადაროთ ორი მოდელი სატენდერო ღონისძიებების რა იყო და რა არის, ხო? მაგალითად, რა ხდებოდა იგივე ამ ადამიანის მერიაში მუშაობის, მაღალთანადობის მუშაობის დროს. აცხადებდნენ გართულებულ ტენდერს, სადაც ისეთი პირობები ჰქონდათ ჩადებული, რომ მხოლოდ მათ ბიძაშვილებს შეეძლოთ გამარჯვება. ძალიან სპეციფიკურ, ისეთ არაადეკვატურ მოთხოვნებს დებდნენ სატენდერო პირობებში, რომ ჩვეულებრივ გამოცდილი, ძლიერი თუნდაც კომპანია, რომელიც არ იყო მათთან დაახლოებული, ვერ გაიმარჯვებდა. შესაბამისად, ამარჯვებინებდნენ ამ თავიანთ ახლობლებს და გარიგებაში მყოფ-პირებს, დააკონტრაქტებდნენ და შემდეგ კონტრაქტის მიმდინარეობისას ცვლიდნენ პირობებს. და გამოდიოდა, რომ იმის გამო, რატომაც სხვა კომპანიამ ვერ გაიმარჯვა და საერთოდ ვერ მიიღო მონაწილეობა, ის პირობა მერე ქრებოდა ხელშეკრულებიდან და ეს, ანუ ასე ვთქვათ, შემდგომ შეცვლილი პირობა თავიდანვე დაფიქსირებული ყოფილიყო, შეექმნებოდა კონკურენცია და სავარაუდოდ მათი ბიძაშვილების და დეიდაშვილების კომპანია ვერ გაიმარჯვებდა. ანუ ხელოვნურად შექმნილი შეზღუდვა, რომელსაც მერე აკრობდნენ. ეხლა რა ხდება დღევანდელ სიტუაციაში? დღეს ჩვენ შევქმნით გარანტიების სისტემა, რაც ნიშნავს, რომ ყოველი თანხა, რომელიც გაიცემა ავანსად, არის გარანტირებული საბანკო სადაზღვევო ინსტიტუციის მიერ. თუ კონტრაქტორი, რომელმაც გაიმარჯვა ტენდერში, ვერ ასრულებს ვალდებულებებს, ბიუჯეტი არ ზარალდება, ანუ ხდება ანაზღაურება. ეს მოთხოვნაც ჩვენს წინამორბედებს ჰქონდათ უგულებელყოფილი. მეორე, ჩვენამდე პერიოდში ხელშეკრულება 2 წლიანი შეიძლება ისე გაფორმებულიყო, რომ 2 წლის განმავლობაში არანაირი მონიტორინგი, არანაირი გადამოწმება, არანაირი ეტაპობრივი დაკვირვება არ ხდებოდა და მერია უნდა დალოდებოდა 2 წელი, როგორ დაასრულებდა კონტრაქტორის სამუშაოებს და შემდეგ არ მიიღებდნენ ამ სამუშაოებს ან არა. და იქაც უნდა ითქვას, რომ თავისიანებს და ბიძაშვილებს უთვლიდნენ შესრულებულად და თუ შემთხვევით ვინმე სხვა გაძვრებოდა და აღმოჩნდებოდა მათი კონტრაქტორი, იმას არ უთვლიდნენ. ეს პრინციპში საზოგადოებამ კარგად იცის. რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, ჩვენ ტენდერის საფუძველზე გამარჯვებულ კომპანიას სავალდებულოდ უდებთ ხელშეკრულებაში, რომ მოხდეს ეტაპობრივი შეფასება. თუ არის მაგალითად 2 წლიანი ხელშეკრულება, იქ ყოველ 2 თვეში მოხდება მიმდინარე სამუშაოების შეფასება, რამდენად კარგად აქვს ამ კომპანიებს შესრულებული სამუშაოები, არ ვიცი, აქ თავად აბესადაც საუბრობდა, რომ უხარისხოდ არის ჩატარებული ეს სამუშაოები და ეს არის გამოვლენილიო და ამაზეც მოგახსენებთ, ჩვენ ასევე სავალდებულოდ დაწესებული გვაქვს სამუშაოების თაობაზე წარმოდგენა საექსპერტო დასკვნის, მოგახსენებთ, რომ არსებობს სახელმწიფო სტრუქტურა, საჯარო სამართლის იურიდიული სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო, სადაც ბევრი გამოცდილი და სერიოზული კვალიფიკაციის ექსპერტი მუშაობს და ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვითხოვთ სწორედ ამ სახელმწიფო ბიუროსგან წარმოდგენილ დასკვნებს, როგორც ხარისხთან, ასევე მოცულობებთან დაკავშირებით. ანუ რამდენად ხარჯსაღვიცხვასთან შესაბამისი მოცულობის მასალა და სამუშაო იქნა გამოყენებული და რამდენად აკმაყოფილებს ჩვენს მიერ მოთხოვნილ ხარისხს.
ასე რომ ვფიქრობ, რომ ეს თემები არის ცოტა ფართო თემაა, კიდე ამაზეც კიდე შეიძლება რა თქმა უნდა საუბარი, უბრალოდ ჩვენ დრო უკვე ამოიწურა და გადავაცილეთ კიდეც დროს, საინფორმაციო გამოშვება უნდა გავიდეს ეთერში. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ მოგზაურობისთვის. ალექსანდრე მარგიშვილი, თბილისის ვიცე-მერი გახდათ ჩვენი გადაცემის სტუმარი, ჩვენ მომდევნო პარასკევს შევხვდებით ერთმანეთს. მადლობა რომ ვირეკავთ და შეკითხვებს ვავთ პირდაპირ ეთერში. მადლობა რომ მომიწვევთ.